ზუგდიდის პოლიტექნიკური კოლეჯი აღსადგენთა სიაში შევიდა უკვე ნოემბრის თვიდან, მაშინ როდესაც ჩვენ მინისტრის მოადგილეს ქეთი ნატრიაშვილს შევხვდით და იყო სხდომა ამაზე, იქ რამოდენიმე პროფესიული სასწავლებლების ხელმძღვანელებიც იყვნენ და ყოველ შემთხვევისათვის განათლების სამინისტრომ ამის საფუძველზე, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე დაუშვა 4 მილიონით განათლების სისტემის დაფინანსება ამ აღსადგენის სასწავლებელთა რეაბილიტაციისათვის. ეხლა რა ინფორმაციას ვფლობთ ჩვენ? ყველასთვის ცნობილია, რომ ეს სასწავლებელი არის 80 წლის ისტორიის სასწავლებელი და ამ სასწავლებელს 2010 წელს უნდა გადაეხადა 80 წლის იუბილე. ასეთ დროს 2009 წლის 12 აგვისტოს 609 ბრძანების საფუძველზე მოხდა მისი ლიკვიდაცია. მაგრამ სანამ ლიკვიდაციაში წავიდოდა სასწავლებელი, მანამდე იყო მიზანმიმართულად მისი გამზადება სალიკვიდაციოდ. და მაშინ განათლების მინისტრი იყო ნიკა გვარამია. ეს მოხდა 2009 წლის 12 აგვისტოს 609 ბრძანებით და ნიკა გვარამიამ უშუალოდ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის უფროსს დაავალა სალიკვიდაციო კომისიის შექმნა. ესეც საკითხავია. ჩვენ ვიყავით ცენტრალურ დაფინანსებაზე, არანაირი შეხება რესურს ცენტრთან არ ჰქონდა და რა შუაში იყო განათლების რესურს ზუგდიდის რესურს ცენტრი. ნუ სალიკვიდაციო კომისიამ თავისი სამუშაოები რო დაასრულა, მას მატერიალური ფასეულობა უნდა ჩაებარებია ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთვის. ეს პროცესი უნდა განეხორციელებინა განათლების სამინისტროს. განათლების სამინისტრომ სრულიად უპატრონოდ ნიკა გვარამიას მინისტრობის პერიოდში სრულიად უპატრონოდ მიატოვა ძვირად ღირებული სახელმწიფო მნიშვნელობის სასწავლებლის მატერიალური ფასეულობა და პლუს ამას კაცრი აღრიცხვის დოკუმენტები. მთლიანად იქნა განადგურებული წიგნადი ფონდი, სადაც იყო 30,000-მდე სახეობის წიგნი, საერთოდ პროფესიული სასწავლებლისთვის გამიზნული. ჯერ ესეთი და 2004 წელს უშუალოდ გიგი უგულავას წერილით გიგი უგულავას მოთხოვნით კოლეჯს ჩამოეჭრა 3410 კვადრატული მეტრი ფართი, სადაც სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი მატერიალური ბაზა იყო. ჩვენ მივმართეთ ადგილობრივ თვითმმართველობას, გამგებელმა მაშინათვე მოგცა ჩვენ რეკომენდაცია, რომ ეს სასწავლებელი აუცილებელია ზუგდიდის და სამეგრელოს რეგიონისთვის, მივმართეთ ბატონ გოროზიას. გოროზიამ მოგცა ასეთი წერილი, რომ ამ პროფესიული სასწავლებლის ყოფნა არ ყოფნის საკითხი არ შედიოდა მის კომპეტენციაში. ეს წერილი ჩვენ გვაქვს, ასე რომ მან არანაირად არც რეკომენდაცია გაგვიწია და არც ის წერილი მოგცა, რა დამსახურებები ქონდა სასწავლებელს ქვეყნის წინაშე. აი ეს იყო და უკვე ჩვენთვის უკვე ნათელი იყო, რომ ამ შენობაზე თვალი ქონდა დადგმული და ამ სასწავლებლის შენობაში უნდათ სასტუმროს გახსნა. პირდაპირ მითხრა მაშინ მე საკრებულოს თავმჯდომარემ, როდესაც მირეცით მიმართვა ჩვენი მიმართა დაუდევით წინ და ვთხოვეთ რეკომენდაცია გაეწიათ სასწავლებლისთვის და მოეხსენებინათ ჩვენი წარსული გამოცდილებები და რაღაც შუამდგომლობა გაეწიათ განათლების სამინისტროს წინაშე. მე პირდაპირ მითხრა საკრებულოს თავმჯდომარემ, რომ იქ ჩვენ გავხსნით სასტუმროს, სადაც დასაქმდება 450 კაცი. ეს სასწავლებელი ამ რეგიონს სჭირდება, აუცილებელია და აი ეს გაითვალისწინოს ახალმა ხელისუფლებამ და ახალმა მთავრობამ. ეხლა მთავარი ის კი არ არის, რომ ჩვენ მოუბრუნდეთ ახლა ამ სასწავლებელში. მთავარი ის არის, რომ რეგიონს ეს სასწავლებელი სჭირდება. მე გულიმწყება, როცა უსაქმორი ახალგაზრდები ქუჩაში არიან და მე ვიცი, რომ იმათი დასაქმება და იმათთვის განათლების მიღება შესაძლებელია ამ სასწავლებლით და შეიძლება უკეთესი მომავალი კონდეს ამ რეგიონში ჩვენს ახალგაზრდებს. აი ამას ვითხოვ, რომ მეტი ყურადღება და ნუ რა თქმა უნდა ამას თანხები სჭირდება, ხედავთ თქვენ როგორ განადგურებულია ყველაფერი და ამის რეაბილიტაცია თუ მოხდება და სასწავლებელს თავის სახე და სტატუსი დაუბრუნდება.